ჭუჭყიანი გარსი მოწამლული ჰაერის ღრუბლები თავისით იწყებს გაფანტვას და ადამიანი იწყებს დაბრუნებას აი იმასთან, რაც ყველაზე სასიამოვნო იყო მის წყობაში. ვირუსი არ არის უხილავი, ვირუსი ხილული არის. უხილავი სხვა რაღაცა, უხილავი არის ჩვენი პასუხი. ყოველ დღე პოზიტიურიც გამოვწუროთ, უკეთესად დავინახოთ პრობლემები და იქნებ ამ პრობლემების გადაჭრაზე ვითითქოთ. ჩვენ როგორ ცხოვრობთ, ეს არის ავტოპილოტის რეჟიმი. ეს არის აწყობილი რუტინა, რომელსაც მოვერგეთ და მეტი არაფერი. პანდემია იმდენად ექსტრემალური მოვლენაა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ საგნები შიშვლდება, მოვლენები შიშვლდება, ადამიანის ცნობიერება შიშვლდება. ჩვენ ხედავთ, რომ საზოგადოებაში მაინც არის პროგრესი. აი ის, რომ ჩვენ მაინც გვაქვს გამოცდილება 90-იანი წლების ტოტალური გაჭირვებისა, მე მგონია, რომ ჩვენ უკეთეს პირობებში გვაყენებს, ვიდრე საზოგადოებებს, რომელსაც საერთოდ არ ახსოვს გაჭირვების პერიოდი. ნებისმიერი განსაცდელი შეიძლება გამოიყენო უკეთესისკენ. პეტრე ამბობს თავის წერილში, რომ განსაცდელებისო, ნუ შეგეშინდება თუ პირიქით განსაცდელებიო, ადამიანის ხასიათსო, ძერწავსო და უფრო მტკიცეს ხდისო. სიკვდილი ძალიან მოგვიახლოვდა. სხვა ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქეების სიკვდილს ჩვენ ვერ ვიგებდით ხოლმე. ეხლა უკვე ჩვენ განვიცდით არა მარტო საქართველოში გარდაცულ ადამიანებს, არამედ მის გარეთ მდებარე ყოველი ადამიანის მომატებას ვგებულობთ. ამ საფრთხის გაჩენამ თითქოს ინსტინქტურად გააჩინა ურთიერთზრუნვის მომენტი. ჩემი განადგურება ნიშნავს ხებზე ჯაჭვურ რეაქციას. აი ეს აღმოვაჩინეთ, რაც აქამდე არ ვიცით. როგორ ვართ ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე მიბრძოლ. ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოველდღიურ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს დაესვა უკვე დიდი კითხვის ნიშანი. იმიტომ რომ სიკვდილის საშიშროებასთან მიმართებაში ისინი გაუფერლდა. ბოლო რა არის ეს არაფერი არ ყოფილა თუ რაც აქამდე ნერვიულობდი და რაც აქამდე მიმაჩნდა რაღაცა სულ ცოტა თუ კი ვიღაცას გაუხალისებს ცხოვრებას, ამითაც რაღაცა პატარა საქმე კეთდა. ისევე როგორც ყველაფერს აბსოლუტურად დედამიწის ზურგზე, ამ პროცესსაც, რასაც ქვია პანდემია, როგორც ხონდა დასაწყისი, ისე ექნება ბოლო. ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ვეღარ იქნება.